ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ლიზინგით შემოყვანის პროცედურები მარტივდება. ამ შესაძლებლობას კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების გეგმა ქმნის, რომლის მიზანი თვითმფრინავების და სხვა საავიაციო მოწყობილობების შესყიდვის, იჯარის ან ლიზინგის შემთხვევაში ფინანსური რისკების შემცირება. BMG-სთან ავიაციის სექტორის წარმომადგენლები ამ საკითხზე დიდი ხანია საუბრობენ და პარლამენტისგან რატიფიცირების დაჩქარებას ითხოვენ. პარლამენტში გადაწყვეტილება 1 ივლისს მიიღეს და საქართველო საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციას მიუერთდება. კონვენციაზე შეერთებით საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისთვის გამარტივდება ტრანსნაციონალური ლიზინგი და ფინანსური ოპერაციები, რაც გააუმჯობესებს ჩართული მხარეების უფლებრივ მდგომარეობას, გაზრდის და გაამარტივებს ავიაკომპანიების ხელმისაწვდომობას საჰაერო ხომალდებზე. ასევე საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებული გარიგებები უზრუნველყოფილი იქნება ნაკლები რისკითა და უკეთესი პირობებით. კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმები მესაკუთრეს მეიჯარეს კრედიტორს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს აბსოლუტური გარანტიები თავის ქონებაზე. ჰქონდეს სათანადო და დროული კონტროლი საჰაერო ხომალდებზე, შეამციროს დანაკარგები, თუმცა ესხებელი ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, ამარტივებს კრედიტორის მიერ საავიაციო ობიექტების გადაცემას ავიაკომპანიებისთვის და ამცირებს რისკებს საავიაციო ობიექტების ლიზინგით გადაცემის დროს. კონვენციის რეჟიმი საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს შეეხება, რომლებსაც საერთაშორისო გარიგებები სხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ სალიზინგო კომპანიებთან უკვე აქვთ ან მომავალში გააფორმებენ. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებით რისკები, რომელსაც საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ბაზარზე ხედავდნენ, მცირდება. ნაკლები რისკი კი შესაძლოა საომავლოდ ლიზინგისა და დაზღვევის ღირებულების შემცირებაშიც გამოიხადოს. კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა პროცედურების გამარტივებაც, რაც ამ ცვლილებას მოჰყვება. კეიპტაუნის კონვენციის წევრობა ქვეყანაში არსებულ ავიაკომპანიებს გაუმარტივებს საჰაერო ხომალდების იჯარით აღების პროცესს. აქამდე პროცესი საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან უცხო ქვეყნის ეგრეთ წოდებული ლესორები, იჯარით გამცემი კომპანიები ითხოვდნენ მთელ რიგ გარანტიებს. სახელმწიფო საქართველოს იყო ყოველთვის გარანტორი, მაგრამ მაინც საერთაშორისო გარანტიებს ითხოვდნენ. ფაქტი იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული გარანტია არ იყო ვინმესმის საკმარისი არ ყოფილა, უბრალოდ დამატებით ითხოვდნენ, ესე ვთქვათ, საგარანტიო ვალდებულებებს. მაგალითად ავიღოთ, თუ 2 თვის საგარანტიო თანხას გთხოვენ, ჩვენ შემთხვევაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვთქვათ 4-5 თვის საგარანტიო თანხა მოუთხოვიათ. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ საკითხის რატიფიცირების შემდეგ ქვეყანას საკანონმდებლო ბაზა უნდა შექმნას, რომელიც უფლებების რეესტრს მოიაზრებს და კრედიტორს გაცილებით მყარ გარანტიებს აძლევს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის პირობები დაირღვევა, ხომალდის მფლობელი აქტივს უკან მარტივად დაიბრუნებს. გიორგი მოლოდინაშვილის შეფასებით, კონვენციაზე მიერთებით საქართველოს საერთაშორისო ავიაბიზნესისთვის საიმედო პარტნიორი ხდება. დოკუმენტი, როდესაც მიღებულია კონკრეტული ქვეყნის მიერ, იქ საკანონმდებლო ბაზა შექმნილია იმისათვის, რომ ის კომპანიები, რომელიც აქირავებენ თვითმფრინავებს, ეს იქნება სალიზინგო კომპანიები თუ ფინანსური ინსტიტუტები, ქმნიან ერთგვარ გარანტიებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ავიაკომპანიების თუ საჰაერო ხომალდების მფლობელების მიერ დარღვეული იქნება უფლებები და ვალდებულებები, შესაბამისად მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი უფლება, ასე რომ თქვა, დაარეგისტრირონ პირველ რიგში ამ თვითმფრინავი იქნება თუ ვერტმფრენი და შესაბამისად ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მოახდინონ თავიანთი, ასე თქვა, საკუთრებაში არსებული თვითმფრინავების თუ ძრავების და ასევე ვერტმფრენების დაბრუნება მათი ინტერესის სფეროში. ამ შემთხვევაში საქართველოში ეს საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას იმის მერე, რაც ეს კონვენცია იქნა რატიფიცირებული. ამ საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში შეიქმნა საერთაშორისო გარანტიების რეესტრი, სადაც კონკრეტული კომპანიები დაარეგისტრირებენ თავის უფლებას კონკრეტულ თვითმფრინავებზე და ძრავებზე და ვერტმფრენებზე და შესაბამისად ეს აძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას ქვეყანას, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს კონკრეტული კომპანიების თუ ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომ უფრო მეტი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ასევე ძრავები მოხვდეს საქართველოში. კეიპტაუნის კონვენცია 2001 წელს მიიღეს და ამ დროისთვის 90-მდე სახელმწიფოს აერთიანებს. საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან საქართველოს მიერთების თავბაზე პარლამენტმა დადგენილება 2007 წელს მიიღო. რატიფიცირება კი 18 წლის შემდეგ 1 ივლისს მე-11 მოწვევის პარლამენტში გადაწყდა.